მოგესალმებით ყველას, დაბრუნდით ისო ჩვენ მაფია ერთით, ამჯერად უკვე ეს იქნება ბოლო ნაწილი. უნდა შევხვდეთ ახლა ჩვენ პოლს და როგორც ისიც აი წინაზე ბანკი გავძარცვეთ, ფული მოვიპარეთ. მოვიდით მე სარასთან, სარამ კიდე შეგვეტყორო რაღაცა კარგად ვერ ვიყავით, იმიტომ რომ გაჩერებული ხარო, მაგრამ მაინც გეტყობა რომ მოძრაობო და ეგეთი რაღაცები გვითხრა სარამ. ხო და იქიდან გამომდინარე რომ ახლა ჩვენ თავი დავიზღვიოთ, უნდა წავიდეთ უკვე ჩვენ ქალაქიდან რამდენიმე ხანი, რომ აი ცოტა ჩაწყნარდა სიტუაცია და ის ფაქტი რომ ჩვენ ბანკი გავძარცვეთ, ეგ მომენტი ცოტა ხანი ხალხმა ესე რომ თქვათ აი დაივიწყოს რა. სხვადასხვა ახლა რო შევამჩნიე კიდე ეს არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ რაც გავიდე ეს წლები, ეხლა არ ვიცი რომელი წელი არის მართლა, მაგრამ მანქანები შეიცვალა. თუ დააკვირდებით ესეთი მანქანები არ იყო დასაწყისში რა, უფრო რაღაცა კაჭკაცავით მანქანები იყო და ველოსიპედები ვით რაღაცა მსგავსი, მაგრამ ესენი უკვე უფრო ახალი მანქანები არის. ნუ ესეთი კი იყო, მაგრამ აი ესეთი არ იყო. ეხლა მე რაშიც ვარ. მე მგონი არც ესეთი მანქანა არ ყოფილა, მგონი ეს ახალი არის. ეს არის ბისლი. პოლიცია კი ამოდავიტაკე. ხო, საინტერესო არის, ანუ ეგ უფრო მაგარი რაღაცა ის გავაკეთე, ეხლა მე მგონი რაღაცა თითქოს აი დაკვირვებას ავით, რომ მანქანები შეიცვალა რა და მეგონა რომ ესეთი ანუ ამ პატარა დეტალებზე არ იფიქრებდნენ. და ალბათ იმიტომ რომ ხალხს არ ეგონე, ანუ ალბათ არ იფიქრებდნენ დეველოპერები რომ აი ვინ შეამჩნევს ხა მაგასო და მოდი არ გავაკეთეთ, მაგრამ გააკეთეს მაინც და რო შევამჩნიე, კაია. ბევრი მანქანა არა, ეხა განსხვავებული უბრალოდ აი ერთი და იგივე მოდელი არის ფაქტიურად სხვადასხვა ფერებით, მაგრამ მაინც საინტერესო არის რომ აი გააკეთეს ეგ. პოლიციის მანქანა მაინტერესებს თუ არა შეცვლილი თუ იგივეა. ესე იგი, მივდივარ ჩვენ აი აქ ცხოვრობს, პოლიცსახლი ვიცი სადაც არის. ანუ გზა არ ვიცი პოლიცსახლის კენ, მაგრამ სადაც ცხოვრობს ეგ ვიცი, იმიტომ რომ აქ როცა დათროა ერთხელ მაშინ მოვიყვანეთ და აბა შევიდეთ შიგნით. თუ პატარა ეპიზოდი იქნა ეს ძალიან მაშინ წინა ეპიზოდთან გავერთიანებ, აბა სხვა გზა არ მექნება, იმიტომ რომ არ მინდა ეხლა რომ აი 5 წუთიანი დასასრული იყოს. პოლი? რატომაც მგონია რომ კაი არ ხდება არაფერი აქ. ეს პოლია თუ სემია? პოლია. აუ, მეღადავები? ვახ, ბიჭო, დავიჯერო დონმა შეუკვეთა ამის სიკვდილი? რო გაიგო რაც მოხდა? ეს თავს არ მოიკლავდა შანსი არა, ფულიც არ არის არსად. მე მგონი დონი არის რა. დონმა რაღაცა უეჭველი კაი არ ქნა არაფერი. მე მგონი ისეთი რაღაცა რომ გვირიკავენ ეხა და რო ავიღებთ აი ტელეფონს მე მიხვდებიან რომ ფანჯრიდან გვესურლონთ რაღაც ეგრე? აბა ვინ არის? ან სემი ან დონია? სემია. სემ? ტომი ვარ. პოლი სად არის? კუდარი არისო. I'm looking at him slumped over in the hallway, torn a fucking skull. Oh God. I was calling to warn him. ურეკავდი რომ გამამსხლებია უნდა რა ისისო. Christ. I owe you fellas my life 3 times over. Warn him about what, Sam? Salieri. ბანკზე გაიგო რა. აი, ხო თქვი. ცუდად არის ჩვენი საქმე და ჯობია გაიქცეო აქედანო. Okay. I just need some cash to get me and the girls out of town. Can you swing that? Sure. Anything, pal. ფული მჭირდებაო და შეგიძლია მომწეო? გინდა რომ მოვიდეო მანდო და ისე მოგცეო თუ? არა, აქ ვერ დავჩებიო მე. Meet me at the city gallery. ქალაქის ცენტრში შემოვიდეო და იქ მომეციო ფულიო. I'll see you soon. And thanks, Sam. და მადლობა. მე ვალებს ყოველთვის ვისწრებო, ხო იცი ეგო? ვახ. არა და ბიჭო, აი, მე მგონი 20 წლიანი ურთიერთობის მიუხედავად თუ რაც აუ ხო არ გადავ რაც გვაკავშირებდა ჩვენ
I'm sorry. დონთან მაგის და მიუხედავად ერთი რაღაც არ გვაპატია და ტიპი მოკლა. ვაჰ. ანუ ჩვენ მაგრად გადავჭით ესე იგი. და მესმის ახლა რატომაც ღალატობს, ნუ პრინციპში ღალატიც არ არის. რატომაც უნდა რა შურისძიება ტომის, რომ პოლი ჩაუშვას უკვე ინტერმეზო რო არის, ხო იცი, აი იქ რომ კითხულობთ რაღაცას და დეტექტივი რო არის, რომელიც გვეუბნება ჩვენ, რომ აი რა მოხდაო და როგორ მოხდაო და ხო იცი რომ შემიძლია დაგიჭირო და შემდეგ. მესმის ახლა თუ რატომაც ხდება ეგ. იმიტომ რომ დონისგან ჩამოშორება უნდა პოლს, აი ერთიანად. დონის მოშორებაც უნდა რა, აი როც მოკლას დონი, ეგეც კარგი იქნება ტომისთვის, იმიტომ რომ შეიძლება რომ დაისვენოს და აღარ შეეწუხოს არავინ. თორე ეხა ფაქტიურად ისე გამოდის, რომ ამას უკვე მისასვლელი აღარ აქვს დონთან, თუ დონთან მივა, მაშინ მოკლავენ. ან დონი მოკლავს, ან არ ვიცი. მიუხედავად კიდე გეუბნებით იმისა, რომ თუ რამდენი კარგი სამსახური გაუწია ტომიმ და მიუხედავად კიდე იმისა, რომ დონი იქ მწნერებით აგდიას, ყოველთვის და ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს არასოდეს. და რამდენჯერ შევწირეთ ჩვენი ცხოვრება მაგ იდიოტ ადამიანს. მაინც აი, ესე რომ ვთქვათ, თვალის დაუხამხამებლად ადგა და პოლი მოკლევია და ეხა კიდე ჩვენს მოკლასაც გეგმავს. რა ვიცი, იმედია რომ სემი ეხა არ გვიღალატებს და აქ რო შევალ, დონის ხალხი არ დამხვდება და მეც კიდე არ მოკლავენ. მაგრამ ნახოთ. აბა. ვაჰ, ძალიან ცუდია. ძალიან ცუდი ამბავია. Don't move, Tommy. აი, ხო გითხარი. Shit. Hey, Tom. სემაც გვიღალატა. What the hell's going on? You and Polly. შენ და პოლი. ცუდ მდგომარეობაში ჩამოგდეთ ეხა თქვენო. ვიცი სემ. მაგრამ მე მაგის ბოდიში ხდი, მე აქედან წავიდე და მეხმარები თუ არა. Making me choose between my friends and the family. აი კიდე. არჩევნის უფლებას მაძლევ ჩემს მეგობრებსა და ოჯახს შორისო. ამას ელოდებოდით? More than you deserve. იმაზე მეტია, რამესაც შენ იმსახურებო. You killed him. შენ მოკალიო, ხო პოლი? You killed Polly. No. Polly got himself killed. ამან მოკლა ხო რა? არაო, თავი მოიკლავ იმან. მე პროსტა კაი ხასიათზე ვარო რა. მე და დონ შორის კარგი მდგომარეობა იყო, მე მაღლა და მაღლა ავდიოდიო ყოველთვის. და უცებო აი ამდენი ფული ვნახეო. Don knows about Frank, Tom. დონმა ფრენკზე იცის. The whore too. იმ ბოზზეც ასე ვთქვი რა. You're the one that let her live. მოიცა, აი იმ გოგოზეო, ანუ შენ რომ მოგწონდაო, ხო იცი აი პროსტიტუტი რო იყო. ხო, იმიტომ რომ შენო არ მოკალივე გოგო და გაუშვიო. შენ ხომ მითხარი რომ არ მოგემკლა და არ მომეკლა. ბოდიშიო, მარაო, ბიზნესო წესები აქვსო. ცუდიაო, მაგრამ დონ სალიერი. მოწონდიო დონ სალიერსო შენო. Guess we'll both have a good cry at your funeral. You think you're doing this because you're loyal. შენს გასვენებაშიო ვიტირებთო ბევრსო. შენ გონია რომ გულწრფელი ხარო და მაგით ვაკეთებ ყველაფერსო და არა, უბრალოდ გეშინიაო შენო. შეიძლება. But you would have lived a lot longer if you would have just looked over your shoulder from time to time. მაგრამ შენ უფრო დიდი ხანი იცოცხლებდიო რომ ეგეთი სისულელი არ გაკეთებინაო და დაფიქრებული ყავიო. ეხლა კიდე კარგათო. Don't let him suffer, boys. არა წამოთო ეგ ჩემი მეგობარი არისო და მალე მოკალითო. ნუ ერთგულიო კი არ ხარო შენო რა და ერთგულების გამო კი არ აკეთებო ამ ყველაფერსო, იმიტომ აკეთებო რომ გეშინიაო დონისო. ერთი დონის დედაც არ ვატირე. და სემისიც კიდე რომ ეგრე მიღალატა. კაი, წავით ეხა სელიერთან, ეგრევე ბომბს ვაგდებთ შიგნით და ვაფეთქებთ მაგ ნაბიჯვარს, მაგასაც და სემსაც. ესე იგი, ერთი ცუდი საქმე ვერ გავუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ იმ იდიოტი დონის გამო უკვე 9 ჯერ მოკვდით კინაღამ. და პლუს კიდე საძახვედი სემ. ბიზნესია თომ, ხო და თუ ბიზნესია, მაშინ ეხა მეც მოკლავ.
შენ გარდა არავინ არ მოკვდებაო დღესო. ნახე ეს ნაბიჭვარი ეს პიდარასტი ბიჭი. თუ ერთანო გაგვხსო ცუდი დამოკიდებულებაო, მაშინო ესე იგი ყველასთან გაგვხსო ჩვენთანო. ჩემი და პოლის გამო დონ სალიერმა ფაქტიურად ამხელა ბიზნესი წამოიწყო. მით უმეტეს ჩემს გამო, იმიტომ რომ რამდენი ჩამოვთვალო, სერგო მე მოვკალი, გოლეტი მე მოვკალი, მორელოც მე მოვკალი ფაქტიურად და მაგის მერე რო ციხიდან კიდე ვიღაცას თავში ვესრულეთ, მაშინაც კიდე ჩვენ ვიყავით ისეთი ადამიანები, ვინც ეგ ტიპი მოკლა რა ციხიდან. ფაქტიურად მე რო ყოფილიყავი ხა აქ და პოლი, ну რა თქმა უნდა სემიც ეხა მაგას კი არ ვაკლებ, უბრალოდ გეუბნებით რომ ორი ხო ერთ ჯობია უფრო, ანუ ტომი და პოლი ჯობია ერთს, ვინც არის სემი. ხო და ამ ყველაფერს მივხედავად და იმის მივხედავად თუ ეხა სადაც არის თავად დონ სალიერი არის ჩვენი ბრალი. ამდენს რომ მიაღწია. და ამ ყველაფერს და მივხედავად მაინც კლავს. გასაგები არის ეხა იმიტომ რომ წარმოიდგინე ეხა ისეთი დონი ხარ რომ აი ბანკებს უხდი ფულს და პოლიტიკოსები შენსკენ არიან და მოკლედ ყველა შენსკენ არის რა პოლიციელებსაც კიდე ფულს უხდი რომ შენ გვერდით დაგიდნენ და როცა მე შენი ხალხი შენივე დაქირავებულ ბანკს ძარცვავს ალბათ ან შენივე ქალაქში ძარცვავს შენი ხალხი რაღაცას კაი საქციელი არ არის მაგრამ ეგრე ცივსისხლიანად მოკლა რა ვიცი მით უმეტეს კიდე გეუბნებით იმის მერე რაც გავაკეთეთ ეხა ჩვენ მაგისტვის და ზოგადად ამათვის სემსაც კიდე რამდენჯერ დავეხმარეთ კვდებოდა ერთხელ გადავარჩინეთ და მაგის გარდა კიდე იყო ბევრი მომენტი როდესაც ну უშველეთ რა სემს იმიტომ რომ თვითონაც თქვა რომ აი დაახლოებით უკვე 3 მომენტი იყო როდესაც მე ჩემს ცხოვრებას თქვენ ვალში ვარო რომ ჩემი ცხოვრებით თქვენთანო ხო და თუ ეგრე არის მაშინ ეგრე რატო იქცევი ვერ გავიგე მაგრამ კაი მოვკალით მე მგონი? არა? არა. ცუდი იმისა, ვიცოდი რომ მიღალატებდა სემი და რატო ენდო ესე მარტივად პოლის ტომი არ ვიცი სემს. ცუდი არა. შეიძლება ეხლა მე ეს მგონია რომ დონ სალიერი ვერც კი გაიგებდა რომ ჩვენ ბანკი გავძარცვეთ. საიდან გაიგებდა, იმიტომ რომ მასკები გვეკეთა ფაქტიურად და ფული კიდე ჩვენ მივიტანეთ ვაფშე სხვა ადგილზე. სემის საწყობი იყო თუ აუცილებლად რაც ფული მივიტანეთ და მაქედან გამომდინარე ხა დონ სალიერი მაგას ვერ გაიგებდა რომ ჩვენ ბანკი გავძარცვეთ. დიდი ვარაუდით ფული ნახა ამ მათხოვარმა ნახა. წადი შენიო სემო. ვიცოდი რომ შენც იგივე სიზამდიო. ვიცი რომ შენც იგივე განაკეთებიც გაგვცო დაჟეო. აბა ვისთან? ერთ ტიპთან რომელმაც ჩვენ გვიღალატა და მოსაკლავად გაგვიმეტა? აი ქალთან რო შევუსწარით. ტომი ამას არ გააკეთებდა, დარწმუნებული ვარ. ვახ, ბიჭო, აუ მაგრა გამიწყდა ეხა რომ პოლი გვარი დავინახეთ. სალიერი გვატყუებდაო ჩვენო. გვატყუებდაო, შეიძლებაო, მაგრამ მე უფრო ჭკვიანურად ვითამაშეო ყველაფერიო და ჩემზე არ მოუტყუებიაო ესე რო ვთქვათ. აუ, კაროჩე რა, სალიერის დედაც მართლა. იმედია რომ მეორეში სალიერი არ იქნება ჩვენთან. მართლა არ გამწყდომია არაფერი ძალიან დიდი ხანია ესე რომ ეხა ეს გამიწყდა რომ ესე გაგვიჩალეჩეს ამ იცით უკვე ვინებმაც. აიგარი, გონი ყველა მოგდა და დავჭა სემი. ეგრევე დააჭიდე ეხა სემს ძალიან გთხოვ ტომი არც კი დაფიქრდე ვაფშე ვაიმე რა დროს დაიწყო გადატენა ბიჭო აუ ეს თამაში ესე იგი ზოგჯერ როგორ მიშლის ნერვებს მაგრამ არა უშოს
ამას მაინც მოკლავ, ამ თამაშის არ გავალო, ეს არ მოკლა და პლუს კიდე მე დონი არ მივაყოლო ზემოდან. შეიძლება შენ გატყუებდაო, მაგრამ მეო ჭკვიანი ვარ უფრო და მეო ვერ მატყუებდაო ვითომ. აი ეს საწოდაო შე. ვერ გატყუებდა კი არა. შენ ოჯახი შეურაცხყოფა ხარო რა. ვითომ ამ დონის ოჯახის ალბათ. ან რაღაც ეგეთი ამათი იდიოტობები რა. Finished კი არა ბიჭო თქვენ. ვეშლები მე ამათ ვიღაცაში. ეგარი. ეხლა სად გაიქცევი? გაგიმართლაო. მაგრამ საქმე ისაა ნარკოტიკიან ფულშიო რომ ბევრ რაღაცაზე იხთისო რა. ბევრ ვალს ისტუმრებსო. კაი, წამო. ეგ თუ არ გადავჭიმო კაპოცე მე არ ვიყო მოიცადე. ისე დაიძაბა რომ ახლა საუბარიც არ შემიძლია სიმართლე რომ გითხრათ. სამწუხარო ფაქტი კიდე ისაა რომ ქართველებს ამ თამაშზე ფაქტობრივად ვიდეო არ აქვს გადანაღები. მე მგონი 2 ადამიანს აქვს გადაღებული და მეც არავის. ვიცი რომ დაიღალი ვამცხოვრებითი დომა. და ეხა კიდე მეორე ის ადამიანია ვინცო შენ ამ ცხოვრება შემოგაშორებსო ფაქტიურად. როგორ შორსაც უნდა წახვიდეო და სადაც უნდა წახვიდეო შენს ოჯახთან ერთად ფაქტიურად ესე იგი სალიერი მაინც კი პოვისო. და კიდე გეუბნებით მივხვდი ეხა რადგანაც უნდა იმ დეტექტივთან რომ ჩაუშვეს დონი. და ეს ფაქტიურად ის არ გამოდის რომ ტომი ვირთხა არიან რაღაცა მსგავსი. აი ამ შემთხვევაში ექიმთან არ უნდა წაგიყვანოს როგორც მაშინ წაგიყვანეთო. თუ ეხა მოკლაო დონი არასოდეს გაჩერდებაო რომ მოკლასო. თუ კი მასოსხლეფო მაშინ სალი არ შევტყვი რომ შენ მკვდარი ხარო. შენ და შეგიძლია რომ გაქრე აქედანო. როგორც ფრანკიო. ანუ ფრანკი არ მომკვდარა, უბრალოდ გაქრა. და ვითომ თუ რა თქმა უნდა ჭკვიანი ხარ რომ გაქრე აქედანო. ესე იგი ფრენკიც არ მომკვდარა, ხო? რა მოვიდაო ფრენკსო? ევროპაში იმოლებოდაო. მაგრამ მაგ იდიოტმა მერე ძაღლებზე უფულესდება დაიწყო და ოჯახის მეგობარმა დაინახაო, ანუ დონის ოჯახის მეგობარმა. სალიერმა მერე გაგზავნაო ხალხიო და მისი ოჯახი ისინიც მოკლა ესე იგი. ანუ ბავშვიან, ცოლიან, ყველა იანად ესე რომ ვთქვათ. Oh. You can't do it, can you? Where is am ხო? Always that little voice in the back of your head. შენს თავში ყოველთვის იყო ეგეთი ხმაო. Maybe sounds like your baby girl. შეიძლება შენს გოგოსავით, სარასავით არის ეგ ხმაო. Always telling you not to. ყოველთვის გეუბნება რომ არ გამოკრავ მაგ სასახლეცო. And you can't make up your mind. It's getting easier every time you open your fucking და mouth. ვერ გაგიგიაო, რა გინდა რომ გააკეთო, მაგრამ პირს რო აღებო, უფრო მიმართივდება რომ გესროლო. Remember that time? გახსოვს ის დრო? მე, შენ და პოლი. Polly. ოხ, ბიჭო. ძალიან მაგარი თამაში. ბოდიში რო ფოტოებს ვიღებ, მაგრამ ისეთი მაგარი ფოტოები გამოდის, რომ ვა სიტყვები არ მყოფნის. აი. ნუ ვიზიარებ მაგ სიტუაციასო და მინდა რომ შენ ოჯახს დავეხმარო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამო. თუ სასამართლოში არ წამოხვალო. ხო გაიგე? მოგიწევს რომ სალიერითან იყო მანდო, ვინისთანო, რალფისთანო.
შეიძლება სარას მამასთანაც. არ ვიცი თუ გამბედაობა ყოფნის რომ მაგათ უყურო. ვიზამ ყველაფერსო. მაგრამ შენ აჯობებს რომ ესე იგი ჩემი ოჯახი წაიყვანო აქედან გადაარჩინო სადმე სხვაგანო. მოიცადე ვერ შევცი კაცო. მაგრამ ბოდიში რომ შენი დრო დავკარგეო და ჩემიცო. მე აქედან გავიქცეო. მოიცადე. მეც მყავს ოჯახიო. 4 boys. ცოლი, 4 ბიჭი. ანუ მე მგონი დახმარებისთვის მზად არის რა. მაგრამ სასამართლოში უნდა წახვიდეო და ყველა ირლანდიელი ტყუპიო, ხო? მე ისმის რომ შენი სიტუაცია ისო რა. რადგან ღელაო. და რისი გეშინია კიდევ. რო აი შენი შვილი მანამდე მოკდება სანამ შენო. მაგრამ ამ შემთხვევაში drag on for years. I don't know if I can protect you for that long, not the way things are downtown. მოკლედ ესე იგი ისეთი სიტუაცია არისო რა თელ ქალაქშივე სიტუაცია 20 წლების მანძილზე იქნებაო და დარწმუნებული არც ვარო რომ ამდენი ხანი დახმარება შემიძლიაო. And if it comes down to you or me taking a bullet, I'm not going to make my wife a widow. Keeping you alive in exactly the moral course, but მოკლედ შენი დახმარება კარგი იქნება, მაგრამ თუ მაგის გამო მომიწევს რომ მე მტყუეს გადავუდგეო, ეგრე ვერ ვიზამო რა, იმიტომ რომ ჩემ ცოლს მარტო არ დავტოვებო რომ შენ გადაგარჩინო. But this is your whole career right here. However it works out for me, whether I live or die, you get to crack the Morello case and take down a Don. მოკლედ შენთვის ესო კარგი გაცვლა არისო რა, ესე იგი მე შენ დამეხმარებიო და საბოლოოდ მე მოკდები თუ არ მოკდები, მორელოს ამბავს მაინც გახსნიო, როგორც პოლიციელი. სალიერი ციხეში უნდა იყოსო და თუ დამეხმარებიო, მეც ვეცდები რომ დაგეხმაროო შენო. მაშინ მე მგონი შევთანხმდითო რა. ესე იგი 1951 წელი, ანუ ეს არ უკვე დასასრული ფაქტიურად და როგორც ჩანს ყველაფერი კარგად წავიდა. რაღაც დავარდა ძირს არ ვიცი. Long time ago. In another life. დიდი ხნის შემდეგო მეორე ცხოვრებაში ერთხელ ვიღაცა მითხრა, რომ ოჯახი არის კაცის აქილევსის ქუსლი. მისი ერთ-ერთი სისუსტე. Maybe it was right. მე მგონი მართალაც იყო რომ. რადგან everything I've done. ყველაფერი დაიჭირეს ესენიც. ყველაფერს გამიგეთებია. Both good and bad. კარგიც და ცუდიც. I've done for my family. ყველაფერი გავაკეთე ჩემი ოჯახის გამო. I've turned my back on people I thought were my friends. სალიერს უდექნებო საქმე. I spent 8 years totally alone. ესეც დაიჭირეს რა. ესე იგი ციხეში და 8 წელი ვიყავიო. ჩემთვის პოულობდიო და რომ დაბრუნებულიყავი სახში. A better husband. უკეთესი ქმარი. A better father. უკეთესი მამაც. A better man. და უკეთესი კაცი ზოგადად. Now that I'm a lot older. ეხლა კიდე რადგანაც just a bit wiser. უფროსი ვარ და ჭკვიანიც. I see. მე ვხედავ რომ ოჯახი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიზუსტე, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე ჩვენი დიდი სიძლიერე. It gets us out of bed in the morning. დილაობით საწოლიდან გვაყენებს და chase our dreams. ნებას გვაძლევს რომ ჩვენს ოცნებებს გავეკიდოთ, რა მიუხედავად იმისა, რომ თუ სწრაფები არიან ძალიან, რომ გავეკიდოთ კიდე მაგ ოცნებებსო. გვეხმარება რომ არ დავეცეთო. რა კაი მანქანა არის. ეხლა ვიღაცა იმედი არ მოკლავს ამას. Mr. Angelo? Yes. Mr. Salieri sends his regards. Bicho. That's okay.
safe now. სალიერმა მოკითხო გამოგიგზავნაო. აი ბოდიშით, მაგრამ სალიერის დედაც მოვტყან. Remember that money, jobs, even best pals will come and go. But family. მოკლედ დაიმახსოვრეთო რა, რომ ფულიო, სამუშაო და ძმაკაცებიო მოვლიან და წავლიანო, მაგრამ სამაგიეროდ ოჯახიო, ოჯახი იქნება სამუდამოდო. და საბოლოოდ ეგეთი ცუდი დასასრულით, მაგრამ სამაგიეროდ კარგი სიტყვებით მორჩა ეს თამაში. ვახ, ბიჭო. ვახ, არ ველოდი მართლა. არ ვიცი რა ვთქვა, აი საბოლოოდ სამივე სამწუხაროდ მოკვდა. პოლიც, სემიც და კიდე ტომიც. საბედნიეროდ ტომა უფრო დიდი ხანი იცხოვრა და ჰქონდა შანსი რომ ოჯახით გამოეცადა. ნუ ეს რო ვთქვათ, აი ტომის ფაქტიურად ჰქონდა შედარებით უფრო ბედნიერი ცხოვრება. იქიდან გამომდინარე რომ აი ოჯახით გამოეცადა ქორწინებაც, შვილებიც, თუ ორწლების შვილიშვილიც ყავდა, მე მგონი იქ ვიღაცა იყო ერთი. რაც შეეხება სემს და პოლს, ფაქტიურად მაგათმა მთელი მაგათი ცხოვრება შეწირეს იმ დონ სალიერს და ვერაფერი ვერ გამოცადეს საბოლოოდ. და საბოლოოდ კიდე ისე მოხდა, რომ მოკვდნენ აი მაგ პიდარასტი, ესე რომ ვთქვათ, სალიერის ცხოვრების, ასე რომ ვთქვათ, აი გაღვივებაში, ან როგორც ნესი და არ ვქვით, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ თამაში იყო ძალიან მაგარი. მადლობა ვინც უყურა ბოლომდე ამ თამაშს, მადლობა კიდე ვინც მირჩია რომ ეს თამაში ბოლომდე გამორგზელებინა და დამეხურა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინიციატივა იყო, რომ ეს თამაში ზოგადად დამეწყო. როგორც ჩანს კიდე მაფია 2 ისე გამოდის, რომ არ იქნება ისეთი, როგორც ეს არის, ანუ იქ ტომი არ იქნება, იქნება ალბათ სხვა პერსონაჟი. და დიდი იმედი მაქვს, რომ იგივენაირად კარგი იქნება, როგორც ეს იყო რაღაცა შედევრი თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დამვლელი იყო აქეთ-იქეთ მოძრაობა, ვიღაცებზე გაკიდებოდა და ასე შემდეგ, საბოლოოდ გამოდგა ისე, რომ თამაში იყო masterpiece, ესე რომ ვთქვათ, ანუ რაღაცა შედევრი. მოკლედ, მე ამ თამაშზე მეტი სიტყვა ფაქტიურად არ მეთქმის, თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ თამაშზე, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონებოდეთ ყველას, იმიტომ რომ ამაში არ მოსაწონი არაფერი არ არის. მოკლედ, ეხლა კიდე წავედი, მადლობა ყველას, ვინც უყურა აქამდე, მადლობა ყველას, ვინც ყველა ეპიზოდი ნახა საერთოდ, ვინც არხი გამოეწერა. წარმატებები ყველას და დიდი ვარაუდით შევხვდებით უკვე ჩვენ მაფია 2-ში, მაგრამ ვერ შეგვირდებით, რომ სამწუხაროდ მაფია 2-ს ხშირად დავდებ ხოლმე. წარმატებები ყველას და ეხლა კიდე მართლა კარგეთ.